10 ივლისს გვიან ღამით ლონდონის ცარიელ ქუჩებში გამოჩნდა დიდი ყვითელი სატვირთო მანქანა, რომელსაც პოლიციის ესკორტი უძღვებოდა. ღამით ქუჩებში მოხეტიალენი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მას 1000 წლის შედევრი ბაიოს გობელენი გადაჰქონდა, რომელიც მალე ბრიტანეთის მუზეუმში გამოიფინება. საიდუმლო ოპერაცია მრავალწლიანი მოლაპარაკებების, რთული ლოგისტიკური დაგეგმვისა და შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშის დაცვის უზრუნველსაყოფად ჩატარებული მრავალი ტექნიკური კვლევის შედეგი იყო. მიიჩნევა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 68 მეტრის სიგრძის ნაქარგი გობელენი საფრანგეთს 900 წელზე მეტი ხნის შემდეგ ტოვებს. მას მხოლოდ ქვეყნის შიგნითვე 40 წლის წინ შეუცვალეს ადგილი. მნიშვნელოვანი იყო ბაიოს გობელენის ჩამოტანა, განსაკუთრებით კი, რომ ის ჩვენ სანაპიროებზე პირველად დაბრუნდა და ახლობით 1000 წლის შემდეგ. ეს უნიკალური მომენტია, რომელიც უამრავი კოლეგის, მათი შრომის მოყვარეობის, დაგეგმვის, ფიქრისა და თავდადების შედეგია. ამიტომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. ნამუშევარი 1066 წლის ჰასტინგსის ბრძოლისა და ინგლისის ნორმანების დაპყრობის სცენას ასახავს. მიუხედავად ამისა, რომ მისი ზუსტი წარმოშობა იდუმალებითაა მოცული, ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ გობელენი ინგლისში დამზადდა, სანამ ბაიოში გადაიტანდნენ. ვიცი, ზოგი ფიქრობს, რომ ეს გობელენი საფრანგეთში დამზადდა. სხვების აზრით კი ის კენტერბერიში შეიქმნა, სადაც ასეთი სახელოსნოები იყო. არ მგონია, დანამდვილებით ვიცოდეთ. ყოველ შემთხვევაში ეს გრძელი ისტორიაა. ჩვენ კი აქ ამ ისტორიის შემდეგი თავის დასაწერად ვართ. გამოფენამ, რომელიც 2027 წლის ივლისამდე გაგრძელდება, უკვე რეკორდული და არნახული ენთუზიაზმი გამოიწვია. მომდევნო 4 თვის ბილეთები, რომელთა რაოდენობა 100,000-ია, უკვე გაყიდულია.